რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნები მალევე შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო რუსეთისთვის რესურსების შეზღუდვა. იქიდან გამომდინარე, რომ არავისთვის არ არის სიურპრიზი, რომ რუსეთის ეკონომიკა ძირითადად ენერგორესურსებზე და ექსპორტზე დგას. ამ ენერგორესურსების მათ მიიღეს მალევე სანქციები. თუმცა ამის მიუხედავად რუსეთი ბოლოს 3 წლის განმავლობაში სწორედ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით მაინც ახერხებს, რომ გაიტანოს ექსპორტზე ნედლი ნავთობი და ამით მიიღოს წლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალი. აი ამ ყველაფერს ქვია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი. და თუ ეს ტერმინი პირველად გესმით, ან იცით რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო სიახლეები არ ხსმენიათ აი ამ სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ მე მგონია, რომ ძალიან სასარგებლო იქნება ეს ვიდეო თქვენთვის და ბევრ ახალ ინფორმაციას, საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ და ძალიან დროულია ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა რუსეთი და ევროკავშირის ქვეყნები დგანან ახალი ტიპის ესკალაციის წინაშე, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში მუშაობენ კანონების მიღებაზე, რომლებიც მათ უფლებას მისცემს დააკავონ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები და ამით დაბლოკონ მისი ნავთობის ექსპორტი. აი ამ გადაწყვეტილებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ სიახლეს ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდები. მანამდე პრინციპში დამავიწყდა მოსალმება. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline და თუ ახლა პირველად აღმოაჩინეთ ჩვენი არხი, თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ და ამით დაგვეხმაროთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებაში და მეტი აუდიტორიის მოკრებაში. ვიდრე გადავალ რაღაც დეტალურ განხილვამდე, მოდი ვთქვათ რა საკვანძო თემებს შევეხები, ხო? ანუ ეს თავისთავად იქნება სიახლეები, რომელიც ეხება რუსეთსა და ევროკავშირის აი ამ ურთიერთობის ესკალაციას ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებით. ავხსნი მეტნაკლებად რას ნიშნავს ეს ტერმინი ჩრდილოვანი ფლოტი და სისტემა, რომელიც აი ამ ყველაფერს გულისხმობს, ვინ რა ტიპის შემოსავალს იღებს გარდა რუსეთის აი ამ ყველაფრით, ვინ რა სარგებელს ნახულობს, ვინ ხუჭავს თვალს ამ ყველაფერზე, ან რატომ ხუჭავს თვალს ამ ყველაფერზე და როგორ შეიძლება აი ამ პრობლემის გადაჭრა. დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ცოტა პრეისტორიით და გეტყვით, რომ ეს ტერმინი ჩრდილოვანი ფლოტი მხოლოდ რუსეთს არ ეხება. მას შემდეგ, რაც ირანი დაასანქცია შეერთებულმა შტატებმა და მასზე მისი ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა შეეცადა ამ გზით და შემოსავლების შეზღუდვა შეეცადა ამ გზით, ირანმა მოძებნა გზა და ახალი ბაზრები და ამ ყველაფერს სიხარულით შეხვდა ჩინეთი, რომლის პორტებშიც დღემდე იზიდება სწორედ აი ამ ჩრდილოვანი ფლოტის სისტემით მილიონობით ბარელი ნავთობი ყოველწლიურად და ამით შემდეგ უკვე მისი სახეცვლილი აი ამ რესურსის გაყიდვით ჩინეთი თავად ნახულობს ძალიან დიდ სარგებელს და თავად ირანიც კმაყოფილია იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს გასაღების ძალიან დიდი ბაზარი. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რაც დაუწესდა სანქციები დასავლეთის მხრიდან პუტინის რეჟიმს, ასე ვთქვათ, და მას შეეზღუდა ეს ექსპორტი. აქვე გეტყვით, რომ რას გულისხმობს ეს შეზღუდვა? გულისხმობს იმას, რომ არა მთლიანად აიკრძალა რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი, არამედ დაწესდა ფასის ზედა ზღვარი. ეს განისაზღვრა $60 ბარელზე და ამით პრინციპში უნდა შექმნილიყო ერთგვარი გარანტია, რომ რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვით მიღებული იქნებოდა ლიმიტირებული და იმდენად ლიმიტირებული, რომ ის უკვე დამატებით ვეღარ შეძლებდა სამხედრო ინდუსტრიის დაფინანსებას. აი ამ სანქციის მიღების დროს დასავლეთი დაეყრდნო მათთვის მისაღებ პრაქტიკას და ან შეგნებულად, ან გაუცნობიერებლად მათ აი სწორედ აქ დაუშვეს შეცდომა. მათი პრაქტიკა რას გულისხმობდა, რომ ნედლი ნავთობის ექსპორტი უნდა ხორციელდებოდეს წესით,
გამართული ტანკერებით, აღჭურვილი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით გამართული ტანკერებით, რომლებიც არ არის ძველი და ვადაგასული 15 წელზე და 20 წელზე მეტის ეს ერთი და აი ამ გადაზიდვის პროცესს, ამ გემების ტანკერების ოპერირებას უნდა აზღვევდეს კომპანიები, რომლებიც ძირითადად ლონდონში, შტატებში ან ჟენევაში ან მათთვის სანდო სივრცეში განთავსებული კომპანიებისგან ხდება მათი დაზღვევა. წესით ეს ასე უნდა მუშაობდეს, მაგრამ საკითხი სწორედ ამაშია, რომ რუსეთმა მიმართა აბსოლუტურად სხვა გზას, რომელიც დასავლეთისთვის მისაღები რაღაც სისტემისგან კონტროლირებადი მონიტორინგი, სადაც არის შესაძლებელი, აი ამ სისტემისგან აღრიცხვა, სადაც არის შესაძლებელი, აბსოლუტურად განსხვავებული და საპირისპირო გახლავთ. სწორედ ამას გულისხმობს ჩრდილოვანი ფლოტი. საქმეში ერთვება ძირითადად მწყობრიდან გამოსული და მოძველებული ტანკერები, რომელსაც 15 და 20 წელზე მეტი უკვე ნამუშევარი აქვს და რომლებსაც როგორც წესი, ესეთი ავტორიტეტული კომპანიები, დასავლური კომპანიები არ აზღვევენ და ნიშნავს, რომ მათზე მონიტორინგიც ნაკლებად ხორციელდება. წესით ეს გემები საერთოდ არ უნდა მუშაობდეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში რუსეთმა სწორედ ეს გემები გამოიყენა. ამ დროისთვის არსებობს სხვადასხვა აღრიცხვა და სხვადასხვა მონაცემებით მინიმუმ 400 და მაქსიმუმ 800 ტანკერი არის ჩართული ამ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში და ამ ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტში გაერთიანებული. მოდით ავხსნათ, როგორ მუშაობს სისტემა. სანქცირებული ქვეყნის პორტიდან, ამ შემთხვევაში რუსეთის პორტებიდან გამოდის ტანკერები დატვირთული ნავთობით, ნედლი ნავთობით და გადის ღია ზღვაში. რა შეიძლება ამაზე ითქვას, ხომ? წესით ეს ტანკერი თუ მიაღწევს რომელიმე სხვა ქვეყნის მიმღებ პორტამდე, პირობითად ინდოეთამდე ან ჩინეთამდე, ან სხვა ქვეყანამდე, გამოდის, რომ თუ ისინი ამ ტვირთს მიიღებენ, ეს არის რუსული წარმომავლობის ნავთობი და ამას ჩვენ ამ ფაქტს ვერაფერს ვერ უზავთ, ხო? მაგრამ ეს ასე არ ხდება. როდესაც გემი გამოდის რუსული პორტებიდან, ის გადის ღია ზღვაში და ამ სქემის მიხედვით ხვდება კიდევ ერთ სხვა ტანკერს. ღია ზღვაში ისინი ჩერდებიან და ხდება ერთი ტანკერიდან მეორე ტანკერში ტვირთის გადაზიდვა. შემდეგ უკვე ეს მეორე ტანკერი, რომელიც ძირითადად არის დაზღვევის გარეშე, ძირითადად კითხვები არსებობს, რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავს, ძირითადად ამ ტანკერების ოპერირებას ეწევიან ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიები, ასევე ძალიან ხშირი შემთხვევები არის, რომ ეს გემები და გადამზიდი კომპანიები რეგისტრირებულია მაგალითად დუბაიში და აი ამ შუამავალი რგოლის მეშვეობით, სწორედ ნედლეულის გადატვირთვის შემდეგ ეს ტვირთი მიედინება ინდოეთის, ჩინეთის და რიგ შემთხვევებში თურქეთის პორტებისკენ. აი ამ სქემის მიხედვით, იმედი მაქვს, რომ გასაგებად ავხსენი, რა გამოდის, რომ წარმომავლობა საერთოდ ქრება. ინდოეთის რომელიღაც პორტში შევიდა დატვირთული გემი, რომელიც მაგალითად ცურავს პანამის დროშის ქვეშ, მას მართავს აბუ-დაბიში დარეგისტრირებული კომპანია, გადამზიდავი კომპანია და ტვირთი შევიდა ინდოეთში. შემდეგ ის უკვე როგორც ინდოეთის წარმომავლობის მქონე ნედლეული ნავთობი გაედინება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და რამდენადაც დაუჯერებლად ან სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს, არ ვიცი რა უწოდო ამ ყველაფერს. ხშირ შემთხვევაში ეს ტვირთები ხვდება ევროკავშირის ქვეყნებში, სწორედ იმ ქვეყნებში და იმ სივრცეში, რომელმაც დაასანქცირა რუსეთი იმისთვის, რომ შეეზღუდა მისი ექსპორტი. ეს სქემა ძალიან საინტერესოდ გაშიფრა Bloomberg-მა, რომლის ძალიან მაგარ დოკუმენტურ ფილმს წავაწყდი რამდენიმე დღის წინ და მინდა რომ ერთ-ერთი ფრაგმენტი გაგიზიაროთ. გამომძიებელი ჟურნალისტი ამ შემთხვევაში ჩადის საბერძნეთში, იქ ერთ-ერთი პორტის სიახლოვეს
სამხრეთ ნაწილში, სადაც ამ ონლაინ მონიტორინგის სისტემის მეშვეობით აკვირდებოდნენ სურათს და შენიშნეს გემების ხშირი თავმოყრა ერთ სივრცეში და მათი სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნა, გადაწყვიტეს რომ ჩასულიყვნენ აი ამ ქალაქში და გასულიყვნენ ღია ზღვაში ნავით იმისთვის რომ ასე ვთქვათ საკუთარი თვალით ენახათ და გადაემოწმებინათ ის თეორია, რომელიც ჩვენ ვახსენეთ და აღმოჩნდა რომ მათ ძალიან დიდი თევზი დაიჭირეს ამ შემთხვევაში ვნახოთ ეს ვიდეო, სადაც ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს და უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს სქემას, რომელზეც მე გესაუბრებ. აი, იქ არის ორი ნავთობტანკერი და ხდება ნავთობის ერთიდან მეორეში გადატვირთვა. გემებს შორის ტრანსფერი ასე მუშაობს. ერთი გემი მოდის რუსეთის პორტიდან ყოველთვიურად მილიონობით ბარელი ნავთობით დატვირთული. მეორე ტანკერი სხვა მხრიდან მოდის და აქ ისინი ერთმანეთის გვერდით ჩერდებიან. ამ მდგომარეობაში ნავთობის გადატვირთვას რამდენიმე დღეს ანდომებენ. აი ეს სწორედ აქ თქვენ თვალწინ არის ჩრდილოვანი ფლოტი. ხედავთ ორ ტანკერს, რომლის მფლობელები უცნობია. უცნობია ვინ აზღვევს და რა პირობებით. გაურკვეველია ვისი დროშის ქვეშ ცურავენ. ცხადია რომ ეს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებია. ამ ორი ტანკერიდან ერთის სახელია სიმბა, მეორესი ტარბა. თუ თქვენ ახლა ნახავთ გემებს მეთვალყურეობის ონლაინ სისტემაში, რომელიც ავტომატურად ახდენს იდენტიფიცირებას, აღმოაჩენთ, რომ ტურბა მისგან 7 კილომეტრის მოშორებით არის და მისი სიგნალი იქ ფიქსირდება. ასეთ მოქმედებას გაყალბება ქვია და რასაც ნიშნავს, არის ის, რომ თქვენ შეცვალეთ ლოკაციის სისტემა ისე, რომ გემს სადმე სხვაგან აჩვენებდეს, სადაც რეალურად არ არის. ვიღაც ამას შეგნებულად აკეთებს. სიმართლე გითხრათ, სრულად არ ვიცი ამ ხერხს რატომ მიმართავენ, მაგრამ ფაქტია, რომ ცდილობენ განცალკევებულად გამოჩნდეს. მოვაჭრეს შესაძლოა სრულად არ მოსწონს რუსეთში წარმოშობილი ნავთობის მიწოდება და შეიძლება უბრალოდ სურდეს ამის დამალვა, რათა მათ შეეძლოთ მისი იმპორტი ზედმეტი კითხვების გარეშე. აი ასე სიგიჟეა ხო, ანუ ღია ზღვაში ერთი ტანკერიდან როგორ ხდება მილიონობით ტონა ტვირთის გადაცლა მეორეში და შემდეგ ეს დიდი ალბათობით ან ჩინეთის ან ინდოეთის რომელიმე პორტში მოხდებოდა. აი ამ საკითხთან დაკავშირებით მე საინტერესო სტატისტიკა მინდა რომ ეხლა მოგაწოდოთ, ესეთი კომპანია არსებობს კეპლერი, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის სტატისტიკას და ანალიტიკას აწარმოებს და მათ წარმოგვიდგინეს ორი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი. ერთი ეხება ინდოეთში როგორ გაიზარდა რუსული ნავთობის იმპორტი, სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში და მეორე ეხება ინდოეთში მოპოვებული ნავთობის იმპორტი, როგორ გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში. ძალიან საინტერესო ბმა არის. ესე იგი 2023 წელს ინდოეთი გახდა რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი. დღიურად იმპორტის მოცულობა შეადგენდა 1,75 მილიონ ბარელს დღიურად. და ეს წინა წელთან შედარებით იყო 140%-ით მეტი. ახლა რა ხდებოდა ევროკავშირში იმპორტის მიმართულებით? ამავდროულად, ანუ 2023 წელს ევროკავშირში ინდოეთის მიერ მოპოვებული ნავთობის იმპორტი გაიზარდა. თუ 2022 წელს ეს იყო 111,000 ბარელი დღეში, გახდა 2023 წელს 222,000 ბარელი დღეში, ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტი. აი ეს სტატისტიკა ყველაფერს ამბობს. ალოგიკურად, აი ესე დავარცხნილად რო ვთქვათ, ალოგიკურად ჟღერს და სწორედ ეს აჩენს უამრავ კითხვას, უამრავ ლეგიტიმურ კითხვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებში, რომ რას ნიშნავს, ანუ ერთის მხრივ ევროპის ქვეყნებმა დასავლეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთს, რომ შეზღუდულიყო მისი ნავთობის ექსპორტი და შესაძლებლობები და მეორე მხრივ ისევ ეს ქვეყნები ყიდულობენ სახელგადარქმეულ და წარმომავლობა გამოცვლილ რეალურად რუსულ ნავთობს და ამაში იხდიან მილიარდობით დოლარს და ამ დოლარებს შემდეგ პუტინი აბანდებს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხო? პრობლემად რამდენად აღიქვამს ევროკავშირი და რას აპირებს ამ პროცესის შესაჩერებლად, ამაზე სულ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, მაგრამ
მანამდე მინდა რომ კიდევ ერთი მხარე შემოგთავაზოთ ამ ამბის. არსებობს ასეთი მოსაზრებებიც, რომ ეს არც შემთხვევით არ ხდება, არც ვინმეს გულუბრყვილობით არ ხდება და ძალიან კარგად იციან რაც ხდება, მაგრამ ამ ყველაფერს ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობდნენ. და რაზეა აქ საუბარი? არსებობს ასეთი მოსაზრებები, მოვისმინე არაერთი ექსპერტის მოსაზრება, მათ შორის, რომლებიც ამბობდნენ, რომ დასავლეთის ამოცანა ამ შემთხვევაში არ იყო რუსეთის ნედლეულის გაყიდვის სრულად ჩაკეტვა და მათი ბაზრიდან სრულად გაქრობა. იმიტომ რომ მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს, რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომპოვებელი და რუსულ ნავთობს, აი ამ მთელი პოლიტიკური თუ სამხედრო განვითარებების მიღმა გლობალური ეკონომიკის სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. და მისი ავტომატურად ერთ დღეში სრულად ჩაკეტვა გამოიწვევდა მნიშვნელოვან რყევებს, რაც არავის არ აწყობდა. ისევე როგორც მაგალითად მოხდა რუსული გაზის შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსულ გაზზე უარის თქმის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების პროცესი ეტაპობრივად შეამცირა რიგმა ევროპულმა სახელმწიფოებმა და ბოლოს იყო ნიუსი, რომ რამდენიმე ბალტიის ქვეყანამ თუ სწორად მახსოვს საერთოდ შეწყვიტა რუსეთიდან ენერგო რესურსების ელექტროენერგიის იმპორტი. ამ შემთხვევაში ზუსტად არ მახსოვს და არ მინდა რომ შემეშალოს ქვეყნების ჩამონათვალი, თუმცა ეს ნამდვილად ასე იყო და შემდგომ შეგვიძლია გადავამოწმოთ. და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? ერთის მხრივ იმიტომ რომ ასე ერთ დღეში ყველაფრის ჩაჭრა ფიზიკურად შეუძლებელი არის და ეს გამოიწვევდა რიგ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს ამ ქვეყნებში და სწორედ ამიტომ ასე ხსნიან ყოველ შემთხვევაში რომ მათი ამოცანა იყო რომ შეეზღუდათ მაქსიმალურად, ამიტომ დაწესდა ეს ფასის ზედა ზღვარიც და შემდგომ ამ ჩრდილოვან ფლოტზე ნაწილობრივ თვალი დახუჭეს იმის გამო რომ მათ მეტნაკლებად მაინც ქონოდათ შესაძლებლობა რომ მათთვის მიუღებელ ფასში, მაინც დაბალ ფასში გაეყიდათ ეს ნავთობი და გაეტანათ სადმე. დადგა ეს საკითხი მოკლედ დღის წესრიგში, აი ასე 3 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ამდენი ხანი ხდებოდა, გაამახვილეს ევროპის სახელმწიფოებმა ამაზე ყურადღება და მეტიც ეს შეიძლება როგორც უკვე ვთქვი, ახალი ესკალაციის თემა გახდეს. ბალტიის ქვეყნებმა ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ასევე ფინეთი აქტიურობს ამ მხრივ. პირდაპირ თქვეს, რომ მათ აუცილებლად უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობა იმისათვის, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაკავება მოხდეს და მათ აეკრძალოთ აი ამ ფორმით გადაადგილება ბალტიის ზღვაში. და რატომ არის ეს ქვეყნები მნიშვნელოვანი? აქ ძირითადად საუბარია იმაზე, რომ რუსული ნედლი ნავთობი გაედინება სწორედ ბალტიის ზღვის გავლით და შავი ზღვის გავლით ძირითადად და შემდეგ უკვე ხდება მისი გადატვირთვა ხსენებული სქემის მეშვეობით სხვა გემებში და ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნები ამბობენ ასეთ რამეს, რომ მათ არაერთი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ მოითხოვონ რუსეთის ნავთობის აი ამ გზით გატარების, აი ამ ფორმით მათ სივრცეში გატარების აკრძალვა. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება. ცოტა ხნის წინ აქ დააკავეს ერთი ტანკერი, რომელმაც გაწყვიტა ორი ქვეყნის ერთმანეთთან დამაკავშირებელი წყალქვეშა ინტერნეტ კაბელი და ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შემდეგ უკვე გაირკვა, რომ ეს გემი რეგისტრირებული იყო ერთ-ერთ ოფშორულ ზონაში და ახლა მიდის სწორედ დავა იურიდიული იმ საკითხზე, თუ ვინ უნდა ანაზღაუროს ზარალი, რომელიც ამ კონკრეტულ ქვეყნებს მიადგა ამ კაბელის გაწყვეტის შედეგად, ხო? და აღმოჩნდა
აღმოჩნდა, რომ აქ სადაზღვევო პირობები არ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როდესაც საუბარია ჩრდილოვან ფლოტზე, სწორედ ის არის, რომ თუ რაიმე მოხდება ინციდენტი და ამის რისკები სხვადასხვაგვარი არსებობს, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს და ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია დაზღვევა არსებობს თუ არა საერთოდ და რა პირობებით არსებობს ეს დაზღვევა. აქ საუბარი არის ასევე, როდესაც აყენებენ ამ საკანონმდებლო ინიციატივებს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე, არაერთი ქვეყანა ითხოვს ზომების გამკაცრებას ამ მხრივ. საუბარი არის მეტწილად ასევე არგუმენტზე, რომელიც ეხება გარემოს დაბინძურებას და ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება გამოუსწორებელი შედეგების ზიანის მიყენებას გარემოსთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტანკერები, რომლებიც ამ ჩრდილოვან ფლოტში არის ჩართული, ძირითადად არის 10-15-20 წლის ნამუშევარი და მათ ექსპლუატაციის ვადა აქვთ გასული. იქიდან გამომდინარე, რომ აი ასეთი ნაკლებად უსაფრთხო ფორმით ხდება გადაზიდვა, ეს ტანკერები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიდიან და შესაძლოა და არის რისკები შეჯახებისაც. შეჯახების შემთხვევებიც მომხდარა, ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით დასაწყისში ირანის ნავთობის ჩინეთში გადატვირთვასთან დაკავშირებით, აი სწორედ აი ამ პროცესს უკავშირდება მსგავსი кейსები, როდესაც მოხდა შეჯახება და ნავთობის ჩაღვრა. არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ რუსეთიდან გატანილი ნავთობის ჩაღვრაც მოხდა. და არსებობს მინიმუმ 2 შემთხვევა, იძებნება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ სატელიტურ ფოტოებში 20 და 30 კილომეტრიანი ლაქები გამოჩნდა ღია ზღვაში ტანკერებიდან ჩაღვრილი ნავთობიდან გამოწვეული და ეს ყველაფერი ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს. შესაბამისად, ახლა ევროპის ქვეყნები ეცდებიან, რომ ეს თემა აი ამ ფორმით შეფუთონ, რომ საჭირო არის კანონების მიღება, რათა მოხდეს დაკავება, იქიდან გამომდინარე, შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიადგეს გარემოს, ეს ერთი. ასევე ისინი საუბრობენ საერთაშორისო ნორმებზე, რომლებიც მეკობრეობის წინააღმდეგ არის მიმართული და ასე ეძებენ ლეგიტიმურ არგუმენტებს, რომ მოხდეს გემების დაკავება. და თუ არ გამოვა საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკოს სტატიაში იყო ნახსენები არაერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომლებიც ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტულმა ქვეყნებმა ეროვნულ დონეზე უნდა მიიღონ და მოძებნონ ფორმა აუცილებლად იმგვარი კანონმდებლობის შექმნის, რომ მათ პირდაპირ ჰქონდეთ უფლება საეჭვო წარმომავლობის ტვირთების გაჩერების, რუსული ნავთობის გაჩერების და აი ამ საეჭვო კომპანიების მიერ მართული გემების დაკავების უფლებამოსილების მისაღებად. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ აი ამ 2-3 დღის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკვე მოყვა რეაგირება რუსეთის მხრიდან, ასევე პოლიტიკომ დაწერა ამასთან დაკავშირებით, რომ მათი სტატიის გამოხმაურება იყო რუსეთიდან და იქ თქვეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ნებისმიერი მათი ტვირთის დაკავება, იმის მიუხედავად იქნება თუ არა ეს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, ისინი ამას აღიქვამენ როგორც პირდაპირ დარტყმად ქვეყანაზე, პირდაპირ თავდასხმას რუსეთზე და შესაბამისად პასუხს აგებინებენ მათ, ვინც აი ამ ნაბიჯს გადადგამს. მოკლედ ძალიან ხისტი პასუხი არის რუსეთის მხრიდანაც და ნახოთ, არ ვიცი, საინტერესოა თუ როგორ განვითარდება ეს მოვლენები, რა ტიპის ესკალაციასთან გვექნება საქმე, დარჩებიან თუ არა საკუთარი პრინციპების ერთგული ამ შემთხვევაში მაინც ევროპის სახელმწიფოები და მიიღებენ თუ არა კანონმდებლობას აი ამ პროცესის რეალურად შესაჩერებლად და რუსული ნავთობის ექსპორტის რეალურად აღსაკვეთად მინიმუმ აი ესეთი უკანონო და სანქციების გვერდით ავლისკენ მიმართული ფორმებით. კიდევ ერთი დეტალი, რაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილო და ამით დავასრულებ, ეს არის პრინციპში ჩემი ნაზრევი, როდესაც აი ამ თემაზე ვმუშაობდი და ვიკვლევდი ამ ინფორმაციას, ფიქრობდი, რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ახლა ევროკავშირმა, რომ რუსეთის ამ ჩრდილოვანი ფლოტის აკრძალვაზე, რეალურ აკრძალვაზე დაიწყოს მუშაობა. ეს ყველაფერი ცხადია ემთხვევა რუსეთ-უკრაინის ომის ერთგვარ
ამ კულმინაციურ ნაწილს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, ემთხვევა იმ მოლაპარაკებების, შესაძლო მოლაპარაკებების პროცესს, რომელზეც საუბრობს ამერიკის ახლად მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ის მოუწოდებს მხარეებს, რომ რამენაირად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ერთის მხრივ ის თავს წარმოაჩენს გმირად, რომელსაც სურს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს და აღარ იხოცებოდნენ ადამიანები, თუმცა მეორეს მხრივ მშვიდობაზე საუბრის პარალელურად ტრამპი მუდმივად უგზავნის სიგნალს რუსეთს, რომ მას შეუძლია უფრო მეტი ზეწოლის განხორციელება, თუ პუტინი არ დათანხმდება მოლაპარაკებებს, მას შეუძლია უფრო მეტი სანქციების და რეალურად მოქმედი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, რომელიც ჩამოაქცევს მის ეკონომიკას, მუდმივად ხაზს უსვამს ტრამპი ყველა განცხადებაში იმას, რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე ისედაც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში და მას აქვს უზარმაზარი ინფლაციის მაჩვენებელი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, სწორედ ამ თემის გადასახედიდან, ამ ჩრდილოვანი ფლოტის და ნავთობის გაყიდვის თემაზე, როდესაც საუბრობთ, მე მაგალითად გამახსენდა ტრამპის ის განცხადება, სადაც ის მოუწოდებდა ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს, ინდოეთს, არაბებს თუ სხვებს, რომ მოდით დაწიეთ ფასი, არ შეიძლება ნავთობის ფასი ბარელზე ასეთი მაღალი იყოს და თუ თქვენ ფასს დაწევთ, ამით აუცილებლად ჩვენ პრობლემებს შევქმნით პუტინს, რომელიც სწორედ ნავთობისგან და გაზისგან იღებს ამ ომის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლებს, ხო? ჩემი აზრით, უკვე ამ თემის გადასახედიდან ეს იყო სწორედ გზავნილი შემდეგი შინაარსის, ასე ჩემი სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ ბიჭებო, მე ვიცი თქვენ რასაც აკეთებთ, მე ვიცი თქვენ როგორ ვაჭრობთ ერთმანეთში, მაგრამ ახლა დროა რომ ეს ყველაფერი შეწყდეს და ახლა დროა რომ ახალი თამაშის წესები შემოვიღოთ და პირდაპირ იყო ნახსენები, რომ ჩვენ არ გვაწყობს რუსეთმა მიიღოს დამატებითი შემოსავლები ნავთობის ექსპორტით და ჩვენ ამ ნაწილში მას აუცილებლად ისეთი კონკურენტული ფასი უნდა შევთავაზოთ, რომ ფასებმა დაიკლოს. აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში აჩენს იმის განცდას, რომ ევროკავშირიც თავის მხრივ ფეხს უწყობს აი ამ პროცესს, რომ წნეხის ქვეშ მოაქციონ რუსეთი და მათი მხრიდან ახლა ახალ კანონებზე საუბრის წამოწყება, გემების გაჩერებაზე, მათ დაკავებაზე და რუსული ტვირთების გაჩერებაზე საუბრის წამოწყება არის ერთგვარი შესაძლოა იყოს გაფრთხილებაც და ეს არ მოვიდეს საბოლოოდ სისრულეში თუ სხვანაირად განვითარდება მოვლენები და იმის თქმა, ქვეტექსტი ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის, რომ ევროპის სახელმწიფოებიც ეუბნებიან რუსეთს, რომ ჩვენ ვიცით შენ რასაც აკეთებ, ჩვენ ვიცით რამდენი გემი გადის ბალტიის ზღვაში და ძალიან კარგად ვიცით რა შემოსავლებს იღებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია და რეალურად ხელგვეწიფება, რომ ეს ყველაფერი გავაჩეროთ და ამით თქვენზე მოვახდინოთ ზეწოლა. არ ვიცი ეს შესაძლოა როგორც თქვი იყოს ერთგვარი გაფრთხილება და წნეხის ქვეშ მოქცევის მცდელობა აი ამ შესაძლო მოლაპარაკებების წინ, რომ რუსეთი უფრო შესუსტებული პოზიციებით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და უფრო მეტი კონდეს დასაკარგი, ან შესაძლოა მართლაც ვინმე სურდეს აი ამ თუნდაც იმ არგუმენტებით, რომ ძალიან სერიოზული საფრთხე ექმნება გარემოს, ზღვის დაბინძურებას, ძალიან საფრთხის ქვეშ არის ინფრასტრუქტურა, იგივე კაბელის გაწყვეტის ინციდენტზე ვისაუბრეთ და რომ ამას არავინ არ აზღვევს, მათ შესაძლოა სულაც მართლაც გქონდეთ ამის განცდა, რომ კი ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაჩეროთ და თუ არ ამკარძალავთ საერთოდ, რამენაირად რაღაც ლეგალურ ჩარჩოში უნდა მოიქცეს რუსეთის მხრიდან ნავთობის ექსპორტი, თუნდაც იმ ჩარჩოში, რომელიც გულისხმობდა ზედაზღვარის დაწესებას და შემდეგ უკვე რაღაც ავტორიტეტული ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიების, ოპერატორების თუ ვიცი, მოვაჭრეების ხელით აი ამ ტვირთების ლეგალურ ბრუნვას და არა ისე როგორც ახლა ხდება ჩრდილოვანი პორტის ფლოტის გამოყენებით. აი ეს არის პრინციპში ალბათ
მე შევეცადე რომ მეტნაკლებად წარმოდგენა შემექმნა საერთო სურათზე თუ რა ხდება და იმედი მაქვს რომ თქვენთვისაც სასარგებლო იყო ეს ვიდეო. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, გაგვიზიარეთ თქვენს ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით და შევქმნათ დისკუსია. დამეთანხმებით ალბათ რომ ეს თემა არც ისე ხშირად არ ჩანს ქართულ მედია სივრცეში და არც ინტერნეტ სივრცეში და ასე, რა ვიცი, იმედი მაქვს რომ საინტერესო იყო თქვენთვის ეს ინფორმაცია, რაც მიიღეთ. მადლობა კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.